გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში დათა პაპას მეუღლე ვალია ვანიშვილი საკუთარ სახლში გარდაიცვალა. სახლში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მდებარეობს და მოხუცმა ცოლ-ქმარმა არც მაშინ დატოვეს, როდესაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულ ხვართებით შუაზე გაყეს. ცოლ-ქმარს ოკუპანტები სოფლის სხვა მაცხოვრებლებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. დათა ვანიშვილი ომიდან 13 წლის შემდეგ გარდაიცვალა. ვანია ვანიშვილმა სახლი არც მეუღლის სიკვდილის შემდეგ მიატოვა. ბოლო ინტერვიუში თრიალეთთან სწორედ ამაზე საუბრობდა. როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ? აი, აქამდე ამაღებინეს. მე არ გავუშვი. იმ ხამე გავეკიდა, მე ხმელში. აქ უნდა გადაეღობათ კიდე. აი, აქამდე აი ხელმეორედ ჩაყვეს ქვეითაც საქასა და ქვეითაც ჩარდეს ასლები ჩვენი ხევანიდან მოპოვეს. მოდი აი ეს ტკბილეული არის და ხილი არის. მრავალს დაესწარით. მცირედი არის, გულს გაიგრილებთ. გაიხარესილო, გაიხარეს. აი მოჭიდეთ ორივე ხელზე. კი. ой, დაიცალა სოფელი. აქ არავინ აღარ არის. დაიცალა სოფელი. ეხლა ესენი მე მეუბნები სწოდი აქედან, მე ვთხარ თქვენ სწოდით აქედან, მე ეს სახსე მე ნებრები ამიშალა. მე რომ მიმიყვანა, ჩემი ქმარი, მიწის სახში მიმიყვანა, მიწის სახში. მე რა გავაკეთეთ ერთად. ეკრები ფესთან და ხანტირილი დავიწყებ ხანრავე. ისეთ ხამე არ არის, მე ბალიში არ დავსველო და არ გადავაფრო. როგორ არ ტირო? ძირფასი ადამი დავკარგი. შარშან ამ დროს შეშასტრიდა. აი ამ დროს შეშასტრიდა. უკვე ხორცი ნაყიდი ქონდა ამ დროს. ემზადებოდით საახალ. დიახ. მივიდა წინაღარში და ხორი იყიდა ესე. იყიდა მთლიანი ხორი იყიდა და მოიწანა გამზადებული. ეხლა გეცაცხა. ეს საცხალი იყო ზარაფერები.